ხალხი, რომელმაც სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოს ნაწილი სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის რამდენიმედღიანი ინტენსიური შეტაკებებისას დატოვა, შენ ბრუნდება. მწვავე შეტაკებები სამშაბათს დაიწყო ალეპოს ჩრდილოეთის ძირითადად ქურთებით დასახლებულ უბნებში, შეიხ მაქსუდში, აშრაფიეში და ბანი ზაიდში. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობამ და ქურთების მეთაურობით მოქმედმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ეროვნულ არმიაში მათი ძალების გაერთიანების საკითხზე პროგრესის მიღწევა ვერ შეძლეს. ეს შეტაკებები ყველაზე ინტენსიურია 2024 წლის დეკემბერში სირიის ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ. 5დღიანი ბრძოლების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 140,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილდა. შეტაკებებისას ხშირი იყო ინტენსიური დაბომბვები და დრონებით შეტევები. შედეგად ქურთმა მებრძოლებმა შეიხ მაქსუდი დატოვეს და გადავიდნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებენ. თუმცა დაჯგუფების შიდა უსაფრთხოების ძალების მიერ გავრცელებული განცხადებით, ეს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტა. მათივე განმარტებით ბრძოლას დაჭრილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირების შემდეგ გააგრძელებენ. ამიერიდან ჩვენი ძალები უყოყმანოდ გააგრძელებენ და ბოლომდე მიიყვანენ თავიანთი გმირი მებრძოლების გზას ჩვენი ხალხის თავისუფალი ნების და ღირსების დასაცავად, ნათქვამია მათ განცხადებაში. მათივე თქმით, სამთავრობო ძალებმა ხალიდ ალ-ფაჯარის პაციენტებით სავსეს ავადმყოფოს არაერთხელ დაარტყეს. დამასკო კი ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებს ავადმყოფოსა და სხვა სამოქალაქო ობიექტების სამხედრო პოზიციებად გამოყენებაში ადანაშაულებს. ამავდროულად ზოგიერთი მცხოვრები, რომელმაც ტერიტორია ვერ დატოვა, ამბობს, რომ მათ ამის უფლება სირიის დემოკრატიულმა ძალებმა არ მისცეს. ტერორი, შიში, ფსიქოლოგიური ზეწოლა, შფოთვა, დაბნეულობა და დეზორიენტაცია. აღარ ვიცოდით ეს დღე თუ დასრულდებოდა. ან ცოცხლები ვიყავით თუ მკვდრები. ახლა მადლობა ღმერთს ვითარება მშვიდია. სროლის ხმა აღარ ისმის. მხოლოდ ომის კვალი დარჩა. ჭურვის ნამსხვრევები, აფეთქებული ჭურვები და აქა-იქ მიმოფანტული ტყვიები. წასვლა გვინდოდა. მეორე დღეს, როცა გასვლას ვცდილობდით, ქურთულმა საკონტროლო პუნქტმა ამის ნება არ დაგვრთავა. ამიტომ უკან დავბრუნდით და კინაღამ დავიხოცეთ. ჩვენთვის არაფერი დარჩა. მთელი შენობა ირყეოდა, როცა შიგნით ვიყავით. არ წავედით, რადგან დაბომბვა ძალიან ინტენსიური იყო. გამოსვლა ვერ შევძელით. აქ მდებარე საკონტროლო პუნქტამდე მივახციეთ, მაგრამ ქურთებმა გასვლის უფლება არ მოგვცეს. იძულებული გავხდით უკან დაბრუნებულიყავით. შესაბამისი ჯგუფები ახლა ანეიტრალებენ ნაღმებს, რომელთა დატოვებაშიც ქურთულ ძალებს ადანაშაულებენ. ისინი, ვინც გასულ დღეებში შეიხ მაქსუდი დატოვა, დაბრუნებას მას შემდეგ შეცლებენ, რაც ყველა ნაღვი გაუნებელყოფილი იქნება.